მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულ მადლობა იმის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. გეტყვით, რომ პირად დიაგნოსტიკაზე უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ, WhatsApp-ზე. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მინდა გავაკეთოთ ისეთი გაშლა. რა შემოვა სამი მდგომარეობა, სამი ფაქტორი თქვენს ცხოვრებაში ივლისის ბოლომდე. ნახოთ, რა სიტუაციაში ხართ ახლა. რა სიტყვის თქვენზე სამყარო, ტარო და მერე ნახოთ ის სამი ფაქტორი, რაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ, რა სიტუაცია ახლა. ეხლა ესე ვთქვათ, თითქოს ყველაფერი არის გაჩერებული, ყველაფერი არის დაპაუზებული. ნახეთ, როგორი მომენტი არის. თითქოს რაღაც ერთ წერტილში, საათი რო გაჩერდება რაღაც ერთ წერტილზე და სჭირდება რესურსი, ხო? სჭირდება რესურსი, ანუ მივაწოდოთ, ვთქვათ, ელემენტი შევუცვალოთ იმისთვის, რომ გააგრძელოს მუშაობა. აი ზუსტად ეს მომენტი არის. ეხლა ხართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გინდათ, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, მაგრამ ეს თავიდან დაწყება, სანამ იქნება, ეს არის ის მომენტი, როდესაც უნდა დავისვენოთ. მეორე მხრივ ეს არის ის მომენტი, როდესაც გადაღლილები ვართ და გვინდა დასვენება, ხო? მეორე მხრივ ის არის, რომ უბრალოდ ხედავთ, რომ რაღაცა სიტუაცია გაგვიქცა ხელიდან, შევედით ჩიხში და ანუ უბრალოდ უნდა გავჩერდეთ, რაღაცა ჩამოსხდეთ და დავფიქრდეთ, ხო, რა არის, რატო არის და როგორ არის. ნახოთ კიდე რა სიტუაცია გაქვთ. აი ნახეთ როგორი მომენტი არის. რეალურად არ არის ყველაფერი დაკარგული თქვენს ცხოვრებაში, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ხა ეს რა კუთხით არის, უბრალოდ ჩვენ ნახულობთ თქვენს დღევანდელ დღეს, დღევანდელ სიტუაციას, თქვენს ენერგიებს. ნახეთ როგორი მომენტია. შეიძლება გასაგებია, რომ ხართ რაღაცა სირთულეებში შესული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დაკარგულია, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაცა ყველანაირი შანსი გაუშვით ხელიდან. არა. შესაძლებელია რაღაცები წავიდა თქვენი ცხოვრებიდან, ან უბრალოდ მიდის ახლა თქვენი ცხოვრებიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დაკარგულია. არის კიდევ ისეთი შანსები, რომელსაც თქვენ არ უყურებთ, არ ხედავთ. ნახეთ, მოდით ესე ვთქვათ, შეიძლება ვთქვათ, რომ სამსახურში რაღაცა პრობლემა გვაქვს, მაგრამ თქვენ არ უკვირდებით იმას, რომ შეიძლება იმ კონკრეტულ სამსახურში ამოწურეთ თქვენი რესურსი, მაგრამ არის კიდევ სხვა სამსახურები, სადაც დააფასებენ თქვენ შრომას. თუნდაც პირად ურთიერთობაზე იყოს, ხომ? ანუ არის, როდესაც ამოვწურეთ ჩვენ ურთიერთობის რესურსი და აბსოლუტურად სხვა ადამიანი შეიძლება ჩვენზე გიждდებოდეს, უყვარდეთ, პატივს გცემდეს, ერთი სული აქვს, როდის შემოვა ჩვენ სივრცეში და ჩვენ ამ ადამიანს ვერ ხედავთ, ხო? ნახეთ, არის თქვენს გარშემო ისეთი ცოტა სიტუაციები, რასაც თქვენ ვერ ხედავთ, ან უბრალოდ არ ხედავთ, ხო? ნუ სხვადასხვა მიზეზების გამო. ან იმიტომ არ ხედავთ, რომ დაიღალეს და უკვე აღარ გაქვთ თავი იმის, რომ რაღაცას დააკვირდეთ, ან უბრალოდ ის მომენტია, როდესაც უბრალოდ ყველაფერი ჩერდება და მოდი გავაჩეროთ ყველაფერი და არ არის საჭირო რაღაცა ცვლილებების. რა ხდება? განსაკუთრებული ყურადღებით აქ, ესე ვთქვათ, მაინც არის მეფე და მაინც არის ის მომენტი, რომ პარტნიორულ ურთიერთობა თქვენთვის რაღაცა ისეთი სიტუაცია არის, თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ მარტო პარტნიორულ ურთიერთობის კუთხით არის სავსები, შესაძლებელია, რომ ქალბატონებიც ვიყოთ, ისე ვთქვათ, მამაკაცურ ენერგიებში, როდესაც ხვდებით, რომ ჩვენ ვართ იმდენად ძლიერები, იმდენად მიზანმიმართულები, რომ ჩვენს ხელშია ყველაფერი. ნახეთ, შეიძლება ეს მომენტიც იყოს აქ, რომ აი უბრალოდ არ ვხედავ ამ ჩემს შანსს, ჩამოჯდომა მინდა, მაგრამ არის ის მომენტი, როდესაც სადღაც შინაგანი მე გეუბნებათ იმას, რომ დროა იმისთვის, რომ უბრალოდ წინ წახვიდეთ, უბრალოდ იმოქმედოთ, ხო, ყველაფერი ჩვენს ხელშია და რაღაცა შინაგანად რო არ გაძლევს საშუალებას იმისას, რომ მოგადუნოს, ხო, არის ეს მომენტები.
კი, ნამდვილად არის და გაქვთ კიდევაც ამის დიდი პერსპექტივაც, ესე რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ თქვენ საკმაოდ საინტერესო ცხოვრების გზაზე გახვიდეთ. ნახეთ, როგორი მომენტი არის. შეიძლება მართლაც გადაღლილი ხართ ყველაფრისგან, გადაღლილი ხართ იმ მდგომარეობებიდან, რაც თქვენს გარშემო ხდება და ეს ის მომენტია, როდესაც უნდა დავფიქრდეთ, ხო, რაღაცებთან მიმართებაში, ვიღაცებთან მიმართებაში, წასასვლელი უნდა გავუშვათ, მოსასვლელი უნდა მოვუშვათ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი ენერგია. ის ენერგია, რომელიც ჭირდება ნებისმიერ ახალ საქმეს და ნებისმიერ ახალ ურთიერთობას. როცა ვიწყებთ ურთიერთობას ან ახალ საქმეს, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები და სამწუხაროდ ის მომენტია, რომ აი ეხლა თქვენს ცხოვრებაში არის ის მომენტი, როდესაც უნდა დავალაგოთ, უნდა დავასრულოთ ყველაფერი და დავიწყოთ ახალი შესაძლებლობა. ვიღაცისთვის შესაძლებელია რაღაც ისეთი მომენტიც იყოს, თუმცა ბევრისთვის საჯაროა და გასვლა და ცოტა ისეთი მომენტია, მაგრამ იყოს ის მომენტი, როდესაც დიდი ხნის ძილის შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენს ხელთ არის ბევრი რამ და ჩვენ უნდა დავიწყოთ მოქმედება, ხო? ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი რესურსის გამომჟღავნება. აი ეს მომენტი არის ეხლა ამ ეტაპზე. ყოველ შემთხვევაში გარდამტეხი პერიოდი ნამდვილად არის თქვენი ცხოვრების, სადაც აი ნამდვილად როგორი მომენტია, მე რამდენად დავიწყო თავიდან, ხო? მე რამდენად დავიწყო ყველაფერი, ხო? აი რამდენჯერ შეიძლება ჩემს თავზე ავიღო ყველა ეს პასუხისმგებლობა, ყველა სიტუაცია, რამდენამდე უნდა იყოს ესე, ხო? მესმის, რომ ეს ფაქტორები და ეს კითხვები ძალიან ხშირად დგას თითოეული ჩვენთაგანის წინაშე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხა ამ ეტაპზე მაინც არ არის ეს ცუდი მომენტი იმისთვის, რომ გარდამტეხი პერიოდი რთულია, მაგრამ მაინც გვაძლევს სამყარო იმის საშუალებას, რომ ეს გარდამტეხი პერიოდი, საბოლოო ჯამში დავასრულოთ, ხო? ანუ ყველაფერი მუდმივად არ გაგრძელდება. კარგით, ნახოთ, აბა რა სამი ფაქტორი შემოვა კონკრეტულად თქვენს ცხოვრებაში. თქვენს ცხოვრებაში სამი ფაქტორი. პირველი, მეორე და მესამე. პირველი. რაც შემოვა, ეს არის განახლება. პირველ რიგში ეს არის განახლება, ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც სხვა თვალით შევხედავთ ყველაფერს, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით შეიძლება წავიყვანოთ ყველაფერი, ხო? ნახეთ, ეს არის მდგომარეობა, როდესაც მე დავინახავ ჩემს რესურსს, მე დავინახავ ჩემს შესაძლებლობებს, მე ვიპოვი საკუთარ თავს. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური კუთხით, რაღაცა ჩაეძიეთ თქვენ საქმეებს, ვიღაცისთვის შესაძლებელია რაღაცა ეზოთერიული კუთხით იყოს რაღაც. ნახეთ, ეს არის მდგომარეობა თქვენს ცხოვრებაში რა შემოდის, ეს არის ახალი ეტაპი თქვენი ცხოვრების, სადაც თქვენ იქნებით, ესე ვთქვათ, დამკვირვებლის როლში უფრო, ვიდრე რაღაცა ესეთი მებრძოლის როლში, ხო? აი რაღაცა სიკეთეები რო შემოვა, თქვენ იქნებით აი ამის დამკვირვებელი. ხო, რაღაც მოგწონთ, მიიღებთ, არ მოგწონთ, არ მიიღებთ და რა უფრო მნიშვნელოვანი და ესეთი საინტერესო. საკმაოდ მასშტაბური ცვლილებებისთვის უნდა იყოს ზუსტად. აქ ესე ვიტყოდი, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ეგოიზმით ჩართოთ, ხო? ეგოიზმი იმ კუთხით, რომ ნახეთ, როგორი მომენტი არის, აი მივხვდი, რომ შევხედე ყველაფერს სხვა თვალით, მივხვდი, რომ თუ მე არ ვეცი საკუთარ თავს პატივი, თუ მე არ ვიზრუნე საკუთარ თავზე, თუ მე არ მოვინდომებ, არაფერი არ შეიცვლება, ხო? ესე კი, სამყაროს უნდა მივენდოთ, მაგრამ თქვათ მოქმედებაშიც არ უნდა იყოს, ხო? ესე ტახტზე წამოწოლილი არაფერი არ ხდება, ასე რომ აქ საკმაოდ ესეთი საინტერესო პერიოდი შემოდის თქვენი ცხოვრების, ცოტა ეგოისტურით, შეიძლება რაღაც მომენტში იმდენად დაღლილი ვარ, რომ მოდით გადაინაწილეთ ახლა ჩემი პრობლემები, ჩემი საქმეები ყველამ და თქვათ ოჯახში თუ ვართ 4 წევრი, ყველამ თავთავისი რაღაცა გააკეთეთ და მე ცოტა შემეხიტება, ხო, სიტუაცია, ხა ყველამ თავისი ტანსაცმელი რომ დაარეცხოს, დაკეცოს და შეალაგოს, თქვენ რა თქმა უნდა, ხა სამი ადამიანის საქმე მოგაკლდებათ, ხო? შესაბამისად, ბევრად უფრო რაღაც აქ ამ მომენტს, აი თითქოს ისწავლით
საკუთარი საზღვრების დაცვას და საკუთარი სურვილების დაცვას. მეორე ფაქტორი რა შეიძლება რომ იყოს, ეს არის აი მეორე ფაქტორი რაც შეიძლება თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს, ეს არის მაინც პარტნიორული ურთიერთობა, ეს არის ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის წარსულის პარტნიორი, რომელიც ესე ვთქვათ, რაღაცა მოინდომებს თავიდან დაწყებას ყველაფრისას. თავიდან დაწყებას იმ სიტუაციისას, ანუ ნახეთ, როგორ რაღაც არის ადამიანი მოინდომებს, თქვათ, რაც გააფუჭა, რაც დაარღვია, რაც ანუ გაანადგურა, ამის თავიდან აკინძვას, ამის ნახე მძივი რო გაწყდება, ხო, შესაბამისად თუ გვინდა ის მძივი რო დაღვაბრუნოთ და გქონდეს, ვიღებთ ნევს ძაბს და თქვათ ან ძუას და ვკინძავთ თავიდან და თავიდან ვაწყობთ ამ ძივს, ხო? იმისთვის რომ გქონდეს. აი აქ რაღაცა ეს მომენტი იქნება. აქ კონკრეტული პიროვნება დაბრუნდება, ესე რომ ვთქვათ, ურთიერთობაში და შეიძლება ერთის მხრივ იყოს რაღაცა კიდევ ვიცით როგორი მომენტი, აი თუ ხა ვისთვისაც არ არის ის მომენტი, რომ დასაბრუნებელი და არსებული ყავს და ასე შემდეგ, აქ იქნება რაღაცა გარკვევა ურთიერთობის, ხო, დაალაგება ურთიერთობის, რაღაცნაირად პოვნა საერთო ენის, საერთო მიზნების ჩამოყალიბება, ხო, ანუ აქამდე თუ თქვა თქვენსას ფიქრობდით ის თავისას, უკვე საერთოს გავხდით აქ ყველაფერს. და მესამე ფაქტორი რა შემოდის? ეს არის მე ესე ვიტყოდი, ჯერ დავიწყებ იქედან, რომ ცოტა ისეთი არკანია. ნახეთ რა მომენტი არის, რა შემოდის. აი ზუსტად იმ პრობლემების და იმ მიჯაჭვულობების, იმ რაღაცა მდგომარეობის, რომელიც ხელს გიშლით თქვენ წინსვლაში, აი ამას გადავახავთ. მოდით ესე ვთქვათ პირველ რიგში. ვიღაცის საკმაოდ დიდი სოლიდურ თანხაზე შეიძლება იყოს საუბარი, ცოტა ისეთი ყველასთვის ნამდვილად ვერ, მაგრამ იქნება აქ რაღაც ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში მოვიდა დრო, რომ ასე ვთქვათ, მატერიალურადაც დაალაგდეს და გამოვიდეს ყველაფერი. იცით რა არის, აი საკმაოდ ისეთი ცვლილებები იქნება თქვენს ცხოვრებაში. აი აქეთ როგორი მომენტია, იცით, მე რასაც ვუყურებ, აქ არის ის მომენტი, როდესაც არ ვიცი, ხა თქვენ რა კუთხით იმუშავეთ, ან რა კუთხით უდგებით სიტუაციას, მაგრამ აქ იქნება პირდაპირი მუშაობა საკუთარ თავთან, საკუთარ სურვილებთან და საკუთარ მიზნებთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის. აქ არის ის მომენტიც, რომ ნახეთ, თუნდაც თქვათ, ყოფილი პარტნიორი დაბრუნდეს და თქვათ, სამწუხაროდ ცოტა ისეთი მომენტია ხოლმე დაბრუნება არც ისე მარტივი, ხო? მე ნდობის აღდგენა ხა ვინ რითია წასულიდან ვის რა აქვს ჩადენილი ხა იმქიდან გამომდინარე, ხო? მაგრამ ნდობის ფაქტორის აღდგენა და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ნახეთ როგორი მომენტი იქნება, აქ თქვენ დაიცავთ თქვენს, ესე ვთქვათ, პოზიციას და თუ თქვენთვის არ იქნება მისაღები, რა თქმა უნდა, არ მიიღებთ. მე აქ როგორი მომენტი ვხედავ, ვიცით, რომ აქ თქვენთვის იწყება პერიოდი და ეს სამივე ფაქტორი არის აბსოლუტურად თქვენზე ორიენტირებული, თქვენზე მორგებული და რა მხრივ თვითონ სამყარომაც მოგცათ შეიძლება რაღაცა გამოფხიზლების პერიოდი და სამყარომ ანუ მოგეხმარებათ და დაგეხმარებათ ზუსტად რაც გჭირდებათ ის მიიღოთ. ხვდებით, აი ეს მომენტი არის აქ. მესამე ფაქტორი ეს გარდა მატერიალური საკმაოდ დიდ მატერიალურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული, ასევე ეს არის ხო გეუბნებთ, აი იმ ცდუნებების, იმ სიტუაციების გაშვებაც,
რომელიც თქვენთვის მიუღებელია, ხო? ანუ აქამდე თუ ვიღაცა თქვენზე თქვათ მანიპულატორობდა რაღაცა თავისი წასვლა-მოსვლით, ან უბრალოდ რაღაცა თავის ცრემლებით, ან არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორც უნდა შვილით, ხო? რაღაცა არის ეს მომენტი, რომ აი ხანდახან შვილებიც მანიპულატორები ხომ მშობლებს, რომ აი შენ თუ მე ამას არ გამიკეთებ, მე რაღაცა ცუდად ვიქნები, აღარ მეხვდა, არის ესეთი მომენტებიც და ნუ აქ მიხვდებით, რომ იცი რა თუ არ გინდა, თუ გინდა, მოდი მე შენს საზღვრებში არ შემოვალ, შენ ჩემს საზღვრებში ნუ გადმოხვალ და მოდი შევთანხმდეთ რაღაცა ჩვენთვის ორივესთვის სასარგებლო მდგომარეობა, ორივესთვის საინტერესო სიტუაციაზე. აი ესეთი სიტუაციები არის თქვენთან. მე ესე ვიტყოდი, რომ საკმაოდ საინტერესო და კარგი, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი იწყებს თავის სიყვარულს, როდესაც ადამიანი იწყებს თავის პოვნას, ესე რომ ვთქვათ, თავის ასე ვთქვათ, შინაგან მესა და გარეგან მეს შორის ჰარმონიას აყალიბებს, ხო, ნამდვილად არ თვითონაც ისეთი არის, ანუ ორიენტაცია აქ ფაქტიურად თქვენ ქმნით, ესე ვთქვათ, სრულ ჰარმონიას საკუთარ თავთან პირველ რიგში და საკუთარ თავთან მიღებული ჰარმონია ყოველთვის ქმნის გარშემომყოფებთან ჰარმონიას, იმიტომ რომ მე ვიცი რა მინდა, მე ვიცი რატომ მინდა, მე ვიცი როგორ მინდა და შესაბამისად გარედან შემოთავაზებული რაღაცა გლამაზად შეფუთული მდგომარეობები ჩემთვის მიუღებელია, ხო? აი რაღაც ეს მომენტი არის აქ. ძალიან კარგი, ანუ კარგი განვითარება, მშვენიერია, წინსვლას გისურვებთ, რა თქმა უნდა, თქვენი პოზიციების აუცილებლად დაცვას გისურვებთ და ყოველივე საუკეთესოს, მე კი დროებით დაგამშვიდობ.